გამარჯობა და მე დღეს მინდა გაგასეირნოთ ჩრდილოეთ გერმანიის ულამაზეს ქალაქში, რომელიც განადგურებას გადაურჩა. მე ძალიან მოკლედ მოგიყვებით მისი ისტორიის შესახებ და ძირითადად ეს არის ვიზუალი, რომლითაც თქვენ დათქმებით, არის საკმაოდ მაღალი ხარისხის ფორმატში გადაღებული, ამიტომ შეგიძლიათ ტელევიზორშიც უყუროთ სასიამოვნო მუსიკასთან ერთად. რამდენიმე წუთი გაერთობით და ჩემთან ერთად იმოგზაურებთ ქალაქში, რომელსაც ქვია ლაუენბურგი. ლაუენბურგი მდებარეობს ჰამბურგიდან დაახლოებით 30 კილომეტრში და თუ გავითვალისწინებთ რელიეფს, იქ ჩასვლა ველოსიპედით შეიძლება საათ და 20 წუთში ნელისვლით, ხოლო მანქანით საათაც 20-დან 25 წუთამდე. და იგი არის ლაუენბურგის საჰერცოგოს დედაქალაქი. და მდებარეობს შლეზვიგ-ჰოლშტაინის მიწაზე. რაც შეეხება გეოგრაფიას, ლაუენბურგი მდებარეობს მდინარე ელბეს მარჯვენა ნაპირზე და აქ თავს იყრის, იგი თითქოს საზღვარზე არის 3 ფედერალური მიწისა. ეს არის შლეზვიგ-ჰოლშტაინი, ეს არის ნიდერსაქსენი, ანუ ქვედა საქსონია და ასევე მეკლენბურგ-ფორპომენი. და ასევე ძალიან ახლოს აქედან არის კიდევ ერთი მიწა, როგორც გითხარით, ეს არის ჰამბურგი. დროთა განმავლობაში ელბემ აქ შექმნა საკმაოდ ციცაბო ფერდობი, რომლის თავზეც მდებარეობს ქალაქი. თავდაპირველი ისტორიული დასახელება ლაუენბურგისა იყო პოლაბენბურგი. და იგი მიწებებული იყო, მიკრული იყო ბერჰარდ ასკანიელის ციხესიმაგრესთან. ეს ბერჰარდ ასკანიელი გახლდათ ერთ-ერთი სლავური ტომის პოლაბების მეთაური და ყველაფერი ეს ხდება 1191 წელს. ოფიციალურად ასეა ცნობილი, რომ ქალაქის სტატუსი ლაუენბურგმა მიიღო 1260 წელს. მაგრამ არსებობს ასევე სხვა მოსაზრებაც, მაგალითად მეფე კნუდე მე-6-ის დროს არის ჩამოყალიბებული, ანუ ქალაქის სტატუსი აქ მას მიღებული და ეს ხდება გაცილებით ადრე 1209 წელს. როგორც გითხარით, ლაუენბურგი გახლავთ ლაუენბურგის საჰერცოგოს დედაქალაქი და ეს სტატუსი მას აქვს 1689 წლიდან. შუა საუკუნეებში, ჰანზეური კავშირის ჩამოყალიბების დროს ლაუენბურგი საკმაოდ სწრაფად ვითარდება, იმიტომ რომ აქ გადის მარილის გზის ერთ-ერთი განშტოება. 1635 წელს ყალიბდება მეზღვაურთა საძმო, ამავე წელს ყალიბდება სხვა შორის მსროლელთა საძმო და ეს საძმოები დღემდე არსებობს და მათი ასაკი აგერ სადღაც უკვე 500 წელია. მოგეხსენებათ, რომ მუდმივი ჭიდაობა იყო ჩრდილოეთ გერმანიაში აიმ ნაწილსა და დანიასა და შვედეთს შორის. იგი ხელიდან ხელში გადადიოდა მუდმივად და აი 1865 წელს გერმანულ დანიური ომის შემდეგ შლეზვიგი მთლიანად შემოვიდა პრუსიის შემადგენლობაში, ჰოლშტეინი შედის ავსტრიის შემადგენლობაში, ხოლო ლაუენბურგი პრუსიის შემადგენლობაში, ასევე ჰანშტეინის შეთანხმების მიხედვით. უკვე 1872 წელს 3 მისი განშტოება, ეს არის უნტერბერგი, ჰოლენვეგი და ობერბრიუკე, არიან გაერთიანებული ერთ მთლიან კონგლომერატში და მას ეწოდება უკვე ლაუენბურგი. ნაციონალ-სოციალისტური პერიოდის დროს ლაუენბურგის მმართველი გახლავთ ვინმე კურტ პეტერსენი, ნაცისტური პარტიის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, და აქ იყო განლაგებული საჰაერო თავდაცვის ობიექტები. მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს და უკვე მისი ფინალისკენ, როდესაც ამერიკელები მოადგნენ ელბის მარცხენა სანაპიროს, თვითონ მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ
ქალაქი არ დანგრეულიყო და ამიტომ მათ თვითონ განაიარაღეს, ნაწილი სამხედროებისა თვითონ განაიარაღდა, მაგრამ მეორე ნაწილი განაიარაღეს თვითონ მოსახლეობამ და ნაპირიდან, აქეთა ნაპირიდან იქეთ გადაძახეს ამერიკელებს, იმიტომ რომ ხიდი იყო წინასწარ აფეთქებული, რომ ჩვენ გვბარდებით, გნებდებით და ძალიან გთხოვთ, რომ არ დაგვიბომბოთ ქალაქიო და ასე გადაარჩინეს და ამიტომ არის რომ ამ ქალაქში დღემდე გვხვდება მე-16, მე-17, მე-18 საუკუნის ძალიან კარგად შენახული და გადარჩენილი სახლები. ასევე ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ლაუენბურგში კი შემოვიდნენ ამერიკელები, მაგრამ დიდხანს არ გაჩერდნენ, იმიტომ რომ ისინი წავიდნენ გესტახტისკენ, ანუ ჰამბურგის მხარეს, ისიც ასევე ელბეს მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს და აქ დენთის ქარხანა, რომლის შესახებაც მე მოგიყვებით ცოტა ხანში და რომელიც წარმოადგენდა სტრატეგიულ ობიექტს და ის უნდა გაენადგურებიათ და საკმაოდ წარმატებით შეასრულეს ეს დავალება წინსრებით გეტყვით. ახალი ხიდი აშენდა 1951 წელს, ხოლო 1953 წელს საბჭოთა MiG-15-მა ჩამოაგდო ბრიტანული სამხედრო თვითმფრინავი ლაუენბურგთან ძალიან ახლოს და ეს ყველაფერი ხდება აღმოსავლეთ გერმანიასთან ძალიან ახლოს, ანუ თითქმის ლაუენბურგი თვითონ ეკუთვნოდა ფედერაციულ რესპუბლიკას, ანუ ნატოს შემადგენლობაში შედიოდა და რა თქმა უნდა მასთან დაპირისპირებული იყო საბჭოთა არმია, რომელიც აქ იყო განლაგებული გერმანულ არმიასთან, დემოკრატიული გერმანიის არმიასთან ერთად და აქ რა თქმა უნდა იყო თვითმფრინავის ბაზები და ამ ბაზიდან აფრენილმა აი MiG-15-მა ჩამოაგდო ძალიან სერიოზული კონფლიქტი იყო მაშინ, მაგრამ რაღაცნაირად ეს განმოხტვა მოხდა კონფლიქტისა. რაც შეეხება რელიგიურ შემადგენლობას მოსახლეობისა დაახლოებით 37% გახო პროტესტანტები, 5%-ია კათოლიკები და 57 არიან ათეისტები. რა თქმა უნდა მას აქვს თავისი გერბი, თავისი საკრებულო, მერი ყავს და ძალიან საინტერესო ქალაქია. სასეირნოდ ერთ დღეში შეგიძლიათ იგი დაათვალიეროთ, თუ მოხვდებით სადმე ისეთ ადგილას, საიდანაც ლაუენბურგი ხელის გაწვდენაზე იქნება, არ გამოტოვოთ ეს შანსი, აუცილებლად ნახეთ იგი. ახლა კი გავისეირნოთ ამ შუა საუკუნეების ქალაქში, დავტყვეთ მისი არც თუ ისე პრეტენზიული არქიტექტურით და ნახოთ თუ რით უნდგავს გერმანიის ძველი ქალაქი ლაუენბურგი.